ირაკლი კობახიძემ, პროსახელისუფლებო მედიებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია World Justice Project-ის კანონის უზენაესობის რეიტინგით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია. გამოქვეყნებულ სტატიებში არ არის განმარტებული, რომელი ქვეყნები მოიაზრებიან ამ რეგიონში. ამიტომ World Justice Project-ის საიტზე გადავამოწმეთ და დავადგინეთ, რომ საქართველოს შემდეგ 15 ქვეყანას შორის ლიდერობს. ესენია მონტენეგრო, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უზბეკეთი, ალბანეთი, უკრაინა, სერბეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ბელარუსი, თურქეთი და რუსეთის ფედერაცია. World Justice Project-ის სრული ანგარიშის გაცნობის შემდეგ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო დასახელებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის რეიტინგით ყველაზე დიდი უკუცვა განიცადეს. ქვეყანამ ბოლო წელს სამართლის უზენაესობის მაჩვენებლის 2.4%-იანი შემცირება დააფიქსირა. ინდექსის მეთოდოლოგიის განმარტებაში ერთ-ერთი თავი ეთმობა მის გამოყენებას. ავტორები განმარტავენ, თუ მონაცემები კონტექსტიდან იქნება ამოკლეჭილი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი ან არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. პროსახელისუფლებო მედია და ქართული ოცნების წევრები საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებს манипуляციურად ხშირად იყენებენ. ისინი ვრცელი კვლევების მხოლოდ ერთ ნაწილს აქცევენ ყურადღებას და იმ კომპონენტზე საუბრობენ, სადაც საქართველოს წინსვლა აქვს.